ალეკოევის ეშელი წავიდა ბარსელონაში დასასვენებლად არა და ცოტა ხნის წინ შეუყოვარ ბრძოლას აანონსებდა თქვენი აზრით რა შეიცვალა ეხლა? არ ვიცი ეხლა ბრძოლას რასთან ვისთან ვის უნდა ებრძოლო ქართულ ხალხს უნდა ებრძოლო დასასვენებლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წავიდეს და მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ ეს ადამიანები რადიკალური დაჯგუფება რომელიც ჩამოყალიბდა ერთგვარ სექტად მიმართებიან გარედან მათ არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენ სამშობლოსთან ასრულებენ გარედან მიცემულ დავალებებს თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ სათარიან წავიდნენ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოები. Აი კონკრეტულად აქციებით ბრძოლას აანონსებდა, აი დამოუკიდებლობის დღესაც აანონსებდა, რომ აღგულს ვერ ჩაატარებდნენ, ანუ მუქარები იყო ხშირად მისი მხრიდან და ოპოზიციის პარტაქტივს მოუწოდებდა აი ესეთი დაუმორჩილებლებისკენ და უცებ აღმოჩნდა, რომ უკვე რამდენიმე დღეა ბარსელონაში ის. ხო, ვინ შეიძლება ხა იმუქრებოდეს, ხო? ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული შესაძლებლობები, ის არაფერში არ იმუქრება. ან რა საჭიროა მუქარა, ხო? შენ თუ ხარ პოლიტიკოსი და გაქვს ხალხის ხარდაჭერა, ეს არის ყველაზე დიდი შენაძენი და ყველაზე დიდი პოზიტივი. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გიჭერს მხარს, მაგრამ ამ ადამიანებს, ამ რადიკალურ დაჯგუფებას მსგავსი არაფერი არ გააჩნიათ. საერთოდ არ აქვს არანაირი მხარდაჭერა, ერთადერთი რის იმედზეც არიან ვიღაცამ გარედან რაიმე ტიპის განცხადება გააკეთოს, მიუთითოს მათ რადიკალიზაციისკენ და ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც დამაზიანებელია. პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, ხო, როდის იყო საქართველოში რადიკალიზმი ყოფილიყოს გამარჯვებული. ამოგვიმედა ფარა და განახლდა კრიტიკა ქართული ხელისუფლების მიმართ ევრობიუროკრატების მხრიდან. რას მიანიშნებს ეს კრიტიკა იმ ფონზე, როცა თავად ბრიუსელი და ვაშინგტონი საუბრობს ენჯოების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ქვეყანაში? ხო, მოტივი ახლა ვიცით თუ რატომ აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, არ არის ახალი არც ჩვენთვის, არც ქართული საზოგადოებისთვის. ისინი ევროპელი ბიუროკრატები ყველა რა თქმა უნდა დამარცხდნენ საქართველოში არჩევნებში. როგორ შეიძლება ადამიანები, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს იმისკენ თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ხო? თითქოს ეს არის ცუდი, ეწინააღმდეგება დემოკრატიას და თავადვე საუბრობენ ბრიუსელში იმაზე, რომ თვითონ უნდა მიიღონ აღნიშნული კანონპროექტები იმისთვის, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და გქონდეთ სრული ინფორმაცია, ვინ საიდან ფინანსდება. ჩვენს იგივე დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მაშინ როდესაც რამდენიმე მცდელობა იყო ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალების, არსებული ხელისუფლების დამხობის, ამის მცდელობები ხომ გვახსოვს. ეს ყველაფერი ხო ვიცით, ყველამ რომ ფინანსდებოდა გარედან. მათ ყავდათ გარკვეული და ყავთ პატრონები, ვისთვისაც თავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება არის პატრიოტი ხელისუფლება, იცავს ქვეყნის ინტერესს, იცავს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს არ მოსწონდა, იმიტომ არის თუნდაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს, ხო? ვიცოდეთ, საიდან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. თუმცა ჩვენ ხო ვიცით, სად მიდიოდა ეს თანხები, რაში მიემართებოდა და ვინ აფინანსებდა ამ ყველაფერს. აი ეს არის მარტივად მოცემულობა, ვერ შეძლეს ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურა, ის ადამიანები, ვინც მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ იმისთვის, რასაც პატრონები დაავალებდნენ, თუნდაც ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა. ნიკამელიაზე გითხავთ, ნიკამელიამ შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს წყალი შეასხა, როგორც მოგეხსენებათ და მანამდე არ გამოცხადდა კომისიაზე, არც კი რა უარდა დაიხადა და მე მინდა ზოგადად მისი ქმედებები რომ შევავსოთ, რას ნიშნავს მისი ადმინისტრაციული საქმეა ოპოზიცია ამ მოსამართლეზე. ხო, ნიკამელიას რაც შეეხება დაჭერილი კაცია, ხა არ მინდა რაღაცის გაომივიდეს საკავებულ ადამიანზე, თუმცა მისი საქციელი ქმედებები, რა თქმა უნდა, არის არაადეკვატური და ისიც, რა თქმა უნდა, წარმომადგენელია იმ რადიკალური დაჯგუფების, რომელიც იმართება გარედან. როდესაც შენ იბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება, რაც კანონით არის გაწერილი. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე
რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში იქნება ის რეაგირება, რაც არის კანონით გათვალისწინებული. წყალი შეასხა მოსამართლეს და ამ ქცევას უწონებს ოპოზიცია, რაც ნიშნავს არის თუ არა წახალისება კანონის დაუმორჩილებლობას. ნუ, რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არაერთი ფაქტი გვინახავს, როდესაც მაგალითად დეპუტატზე ხელის დარტყმა, დეპუტატზე შეურაცხყოფის მიყენება. ეს კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან აღიქმება, როგორ გითხრათ, აი ძალიან დიდი პოზიტივი მოყვება ხოლმე, ახალისებენ ამ ყველაფერს, ეხლა აღარ ჩამოვთვლი ამ კონკრეტულ ტელევიზიებს და ეს კატეგორიულად მიუღებელია, მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ტიპის ქმედებები, რასაც პირდაპირ ხედავ ძალადობა, მოწოდება ძალადობისკენ, ეს კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. შესაბამისად, აქ მიუხედავად რაღაც პოლიტიკური შეხედულებებისა, პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, ვფიქრობ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ამ ტიპის ქმედებები მოსამართლეს წყალი შეასხა, მიხვიდე ვიღაცას აგინო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო და ამას ახალისებდე და ტას უკრავდე, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ ძალადობას ყოველთვის მოყვება ძალადობა. ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხს ბარემ ნელო ამბობს, რომ ოპოზიციას შეუძლია თბილისში მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიო. ამაზე თქვენი კომენტარი როგორ იქნება? ანუ ნაწილი უკვე ღიადაცხადებს, რომ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ნაწილი ისევ თუმცა ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ პოზიციაზე მაინტერესებს შეფასება დარწმუნებული, როდესაც არის კუპრაძემ განაცხადა, რომ თბილისშიო აქვს დიდი შანსი და მოიგებს. კი ბატონო, და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მაგას ნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს, ახლა რა თქმა უნდა ჩვენ ყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულად წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები დედაქალაქში რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მე არ მახსოვს და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის დამსახურება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს. განსაკუთრებით კრიტიკისტი დამოკიდებულება აქვს არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას. სხვა ყველა როგორც ვხედავთ, თითქოს აპირებენ მონაწილეობას, დარჩება თუ არა თამაშგარეთ ეს ერთი პარტია, რომელიც განსაკუთრებულად უარსია მონაწილეობაზე. ნუ ნაციონალური მოძრაობა ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი მონაწილეობა, არ მონაწილეობა ან ზოგადად სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხის პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ რაც შეეხება ქართულ ოცნებას, დაწყებული გვაქვს მზადება საარჩევნოდ, არის უამრავი გამოწვევები დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი პრობლემები და ამ ყველაფერს ჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდენი წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის. აი ოპოზიციის დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თქვენთვის რას მიანიშნებს მათი ის დაპირისპირება და თუნდაც ის რომ საერთო აზრზე არ არიან დღემდე შეთანხმებული, ხო ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, ხო ეს არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა. ასე დავარქმევდი, არის სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფებები, თუმცა წლების წინ ეს იყო ნაციონალურ მოძრაობაში აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყნო ნაციონალურ მოძრაობას, ვითომ მათ ასე რომ ვთქვათ არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობასთან, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, თუმცა რომ გავიაროთ ინდივიდუალურად, ვინ არის და რა წარსულის მქონია, მივდივართ ისევ ნაციონალურ მოძრაობასთან და იმ ბინძურ და კრიმინალურ რეჟიმთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში და იმ ბოროტებასთან რაც ხდებოდა. ეს არის მოცემული. ბატონ კაცი, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება. რატომ არ იწყება გამოძიება ნიკა მელიას გატაცების ფაქტთან დაკავშირებით, ვინაიდან მელიას დაკავების დროს, გატაცების დროს 150 პოლიციელი საიდან გაჩნდა იქ ადგილზე.
რა შეგიძლიათ გითხრათ? აღნიშნულთან დაკავშირებით იმაზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში გაავრცელა და ისაუბრა აღნიშნულთან დაკავშირებით. თუმცა ნიკამელიას გადაცების დროს მაშინ რით იხსენეთ იმას, რომ 150 პოლიციელი იყო და გარდა ამისა სათვალთვალო კამერები მოწყვეტილია აბსოლუტურად ყველა იმ ძალადობის და დაუმორჩილებლობის გამო მოუწიათ დაეძახებინათ პოლიციელებისთვის. შესაბამისად, რა განცხადებაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს არის მოცემულობა და ვიცით, რომ იქ იყო წინააღმდეგობა, იქ იყო დაუმორჩილებლობა და ამის გამო მოხდა ნიკამელიას დაკავება. დაუშვათ მართლა ასე იყო, შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, აი მოვყვებით ლოგიკაში, მაგრამ იქ შეიძლება გამოეძახებიათ 1, 2, მაქსიმუმ 3 ეკიპაჟი, ანუ 150 პოლიციელი. ჩნდება ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაგეგმის. ვერ გეტყვით, მე გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, იმიტომ რომ იდენტიფიცირებული არიან პოლიციელები. მე ნამდვილად ვერ ჩავერევი კომპეტენციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ან კონკრეტული ოპერაციის დაგეგმაში. რამდენი პოლიციელია საჭირო და რამდენი ეკიპაჟი უნდა იყოს ასეთი პრობლემების დროს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც ვაპირებ ჩავერიო ამაზე. ჩემზე უკეთესად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. პოლიციაში მუშაობს პროფესიონალი კადრები და ძალიან კარგად იციან რა უნდა იმოქმედონ და რა საჭიროებებია აუცილებელი მსგავსი ტიპის პრობლემების დროს. ეს კითხვასაც აგიხსნით, ჩინური კომპანიების რიცხვი იზრდება ჩვენს ქვეყანაში. შარშანად დიდი იყო რაოდენობა, წელს უფრო მეტად გაიზარდა. რისთვის გჭირდება ჩინური კომპანიების გაზრდა, იმიტომ რომ გარკვეული საფრთხეებს შეიცავს ჩინური კომპანიების რაოდენობის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში. რა შეიცავს საფრთხეებს? საფრთხეებს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპულმა პრაქტიკამაც მათ შორის აჩვენა, რომ ეკონომიკური დაინტერესების შემდეგ გარკვეული სესხითი ვალდებულებები ექმნება ამა თუ იმ ქვეყანას და მერე პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს ჩინეთი მსგავს სესხებს, ვალებს, რომელიც ხშირად ექმნება იმ კომპანიებთან სესხები რა შეშია, მე ვერ ხვდები. ჩინური ბიზნეს ინტერესები იზრდება. და რა? არა, კომპანიებთან სესხები რა შეშია, სად კომპანია, სად სესხები, რა სესხებზე საუბრობ, ან რატომ უნდა იყოს პრობლემა? და რატომ ბაზრის დივერსიფიკაცია? იმიტომ არ არის პრობლემა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია ყველა ნორმალური განვითარებული ქვეყანა მიისწრაფის იმისკენ, რომ კონდეს წვდომა სხვადასხვა ბაზრებზე. ბაზრის დივერსიფიკაცია ყოველთვის მისაღებია. ის ყველაფერი, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, წინსვლას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხელს შეუწყობს, ყოველთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ჩინური ინტერესები, ნახეთ, ჩინური ინტერესების გაძლიერება პოლიტიკური თვალსაზრისით საფრთხეს შეუქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანას, იზრდება ასევე ირანული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში. რა იზრდება? ირანული ინტერესები, ირანული კომპანიები და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ ბაზარზე ალტერნატივას წარმოადგენს საერთოდ პრობლემა არ არის, საერთოდ პრობლემა არ არის. კომუნისტურ ჩინეთზე გვაქვს საუბარი. საერთოდ პრობლემას ვერ ხედავთ, ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა მიისწრაფვის იმისკენ, რომ მოახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია. ჩვენც რა თქმა უნდა ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება გვაქვს, რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ევროპაზე, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე, პირიქით, რაც შეიძლება მეტი ბაზარი უნდა გაიხსნას და მეტი შესაძლებლობები უნდა კონდეს ქართულ ხალხს, ქართულ ეკონომიკას, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია ჩვენი განვითარება და წინასწარ. ევროპულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩინური ეკონომიკა არის ჩინური მახე, ეგრეთ წოდებული. გასვლით ის და ასო პარალელურად ანუ პოლიტიკოსები რო არის დიახ, ეს არის როგორ პოლიტიკოსები რო არის დიახ, ეს არის ვარამიას პროცესი და შეეწრება მასაც ანუ ისვა და გადაიქის თუ არა და მე უკვე იხსენებს სამართლო ნახტოთის შეცვლაზე. ზოგადად ეს პროცესიც რო შევაფასოთ, პოლიტიკოსების არ გაკეთდა გირაოს და არ გამოცხადებაც. ხო, ნუ ამაზე ვისაუბრე, უკვე გავაკეთე განმარტებები, რა თქმა უნდა, როდესაც შენ გიბარებენ პარლამენტში, გასცე კონკრეტულ კითხვებს პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა თქმა უნდა, ამას მოყვება რეაგირება, რადგან არ მისulis შემთხვევაში კანონში კონკრეტულად არის გაწერილი თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა არ აქვს უფლება
რომ დაგიძახოთ თუნდაც დაგისვას კითხვები, ვერ იქნება ამ ყველაფრის მფარველი და ფარი პოლიტიკოსის სტატუსი. პირიქით, ჩვენ პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ხალხის საზოგადოების წინაშე და როდესაც შენ დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც იცი თავიდანვე რომ კანონით დასჯადია, რა თქმა უნდა, მაშინ უნდა იყო შეგუებული იმაზეც, რომ სახელმწიფო გააკეთებს შესაბამის რეაგირებას ამ ყველაფერზე. მადლობა.